მიმართვა ქართველ ემიგრანტებს. წინა ვიდეოში თვალები არ მიჩანდა, ახლა მიჩანს. თანამთლიანი კალიფორნია, ჰოლივუდი, ცეცხლის ალმურშია. გიხსნით რაშია საქმე. ძალიან გთხოვთ, ნუ გგონიათ და ნუ გეგონებათ, რომ ღმერთი სჯის მაქაურობას. გააჩნია ოღონდ ვისი ღმერთი, არა ჩვენი უფალი. ჩვენი უფალი ყოვლის მიმტევებელია, დიადი შემოქმედია, რომლისგანაც ყოველი შეიქმნა. და თითოეული თქვენგანი, ვინც კი ვინმე მე მგავხართ გენში, თვალში, ხმაში, სიდიადეში. ვინც კი ვინმე უხილავი ძალების მფარველობას მთელი ცხოვრება განიცდით და ხშირად გიფიქრიათ ამას როგორ გადაურჩი, აქ ამას როგორ მივახწია, ისე როგორ შევქმენიო. და ზუსტად წელიწად ნახევარში ჩემი შვილი ნიუ-იორკში მყავდა ჩამოყვანილი, ბრუკლინის სკოლაში დადიოდა და 2 წლის თავზე გამოფენა მქონდა Upper East Side-ის ნიუ-იორკის ბიბლიოთეკაში NYPL. და არა მხოლოდ გამოფენა მქონდა, არამედ ამ ყველაფერს იმიტომ გიხსნით, რომ კი არ გებლატავებით, გიხსნით რაშია საქმე. Memorial Sloan Kettering Cancer Center, მსოფლიოში პირველი უპირველესი კიბოს ცენტრი, რაც კი რამე ყოფილა, რომლისგანაც ყოველი სხვა კიბოს ცენტრები შეიქმნა. საქველმოქმედო პროექტი მათ ბიუჯეტზე იყო მიბმული ჩემი პროექტიდან. ეს გახლდათ უელიტესი, უწვრილესი ხაზი და მოცემულობა, რომელსაც ნაცნობებით არ მიმიღწევია. რაღაც ჭინკურად არ მიმიღწევია, პირდაპირ გამოცხადდი ადგილზე, საჭირო დროს, სალხინო ადგილას. წარვადგინე ჩემი გარდაცვლილი მეგობრის მეუღლის ნინი ვარდიაშვილის, რომელსაც საქართველოში 4 შვილი ყავდა დარჩენილი და ჩემი მიზანი იყო მის გასვენებაში განცდილი, უაღრესი სირცხვილი და ტკივილი, ჩემი პირადი საკუთარი და პირადი ინსპირაციით, ღმერთით ვიყავი აბსოლუტურად მომართული, ჩვენი უფლით, საუფლო ძალით ვიყავი მომართული, როდესაც ეს პროექტი დავიწყე და როდესაც ეს პროექტი ჩავასრულე და როდესაც ეს პროექტი საქართველოში, აჭარაში, ბათუმის მუზეუმში ჩამოვიტანე, თბილისის მუზეუმებში ჩამოვიტანე, მესტიის მუზეუმში ჩამოვიტანე. ეს გახლავთ ძალიან პატარა სამაფირო გითხრათ, ვიღაც მწმენდავი ემიგრანტი არ გელაპარაკებით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი წმენდავი ემიგრანტები, ეგრეთ წოდებული წმინდანები არიან და ამ საკითხზე სხვა ვიდეოები ნახეთ ჩემს გვერდზე. ეს ქალბატონები უაღრესად წმინდანები არიან, უაღრესად უფლიანები არიან და უაღრესად დიდ საქმეს აკეთებენ, მაგრამ ყველაფერს თავისი დრო აქვს ნათქვამია და აი მივედით იქამდე, როდესაც მეორედ მოსვლა ეგრეთ წოდებული დიდი რესეტი, დიდი გადატვირთვა დაიწყეს მასონებმა, დაიწყეს მსოფლიო დამპყრობლებმა და ახლავე აგიხსნით თუ რა ხდება და რა უნდა იმოქმედოთ. უпростоრად რა უნდა იმოქმედოთ, თითოეულმა შეგიძლიათ გამოითხოვოთ პირადი რჩევები თქვენი პირადი სიტუაციიდან გამომდინარე. აქ არის ჩემი ელფოსტა და ღირებული საკითხები იქნება დროის, ენერგიისა და პირადი შეგრძნებებიდან, პირადი ჩამოტვირთული რჩევებიდან გამომდინარე, საუკეთესოდ გირჩიოთ მომდევნო თვეების, მომდევნო 1 წლის განმავლობაში რა იმოქმედოთ. რადგან დამერწმუნეთ თუ კიმ კარდაშიანმა სახლი დაკარგა და სახლი დაუწვეს, თქვენს ხუხულებს, თქვენს მოგროვილ, რა ვიცი, რაც კი რამე გაქვთ, ვერ ვინ და არაფერი დაინდობს. Empire State Buildings არავინ დაითმობს, Hollywood-ის signs არავინ დაითმობს. ეს გახლავთ ცივილიზაციის აღსასრული, ცივილიზაციის დასასრული, რათა ახალი ოფიციალურად დაიწყონ. ამიტომ გითხარით, ნუ გეგონებათ, ნუ რა ვითარ შემთხვევაში ნუ გონიათ, რომ ამას ღმერთი აკეთებს, ამას აკეთებენ ლორდი როშაილდები. ლორდსა და უფალს შორის დიდი განსხვავება. ლორდი გახლავთ დაცემული არსი, რომელმაც უფლის ცოდნები, უფლის სიწმინდე, უფლის ღირსება, უფლის უფასოება, უფლის თავმდაბლობა მიითვისა და უფლის სისხლით გამძღარმა ეშმაკური აზრებით
ჩამოყალიბებულმა შექმნა ეს ტექნიკურ, მექანიკურ, ინდუსტრიულ კაპიტალისტური სისტემა. წინა ვიდეოში ვახსენე მამაჩემი და სწორედ მამაჩემი გახლდათ ის ძალა, ის საწინაპრო ძალა, რომელიც ჯერ კიდევ სიცოცხლეში საუკეთესოს მირჩევდა და გამოვკვებე რა ჩემი ეგო, ვიშოვე რაც საშოვარი, რომ უბრალოდ ჩემი სამყოფელი, ჩემი უსაფრთხოება, ჩემი მანქანა მქონოდა, მაშინვე გამოვემართე უკან საქართველოში და დავიწყე სასულიერო გამოღვიძებიდან გამომდინარე მოღვაწეობა. ჩემს გვერდს თუ გადახედავთ, ბევრ რაღაცებს ნახავთ, მაგრამ მოვედით აქამდე, სადაც გული მოშუშებულია, გონებაც მოშუშებულია და ადეკვატურად და ჯანსაღად ვუდგებით კავკასიელთა ერთობას და ჩვენ საუფლო ძალის მიმართულებას, რადგან ეს არ არის პირველი გადატვირთვა და თითოეული ჩვენგანი გენში ვატარებთ ამის მეხსიერებას. თუ რა ხდება, თუ რა იყო და თუ რას აპირებენ, ახლავე აგიხსნით. ეს გახლავთ მეექვსე გადატვირთვა, მეექვსე დიადი გადატვირთვა, ბუნებრივი, ჯანსაღი და ჯამრთელი, მაგრამ მერვე ხელოვნური გადატვირთვა. ბუნებასთან ერთად, ხელოვნურად, პარალელურად დამპყრობლები, ეგრეთ წოდებული მასონ დამპყრობლები და ეს ილუმინატების ლოჟები ასრულებენ ხოლმე ხელოვნური ცივილიზაციების ჩამოყალიბებას. ბუნებრივი გადატვირთვა მოიცავს მცენარეების, ცხოველების, ადამიანის, ბიოლოგიის, გენეტიკის აპგრეიდს, სულების გადმონათებას, ახალი სასულიერო ვარსკვლავებიდან და ციური სხეულებიდან. და ხელოვნური გადატვირთვა მოიცავს ტარტარიის ცივილიზაციის აშენებას, ჩაძირვას, ეგვიპტის ცივილიზაციის პირამიდების აშენებას, მიგდებას. და წარმოიდგინეთ პირამიდები თუ მიყარეს ხალხო, წარმოიდგინეთ დაკიდული ბაღები თუ მიყარეს, პეტრას უდიადესი კლდეში გამოქვაბულები თუ მიყარეს, რომელიც იმ დროებაში საოცრება იყო, ელდორადო, ოქროს ქალაქი თუ ჩაძირეს, რომელიც ჩაძირული სულაც არ არის და ანტარქტიდის მიღმაა გადატანილი ოქროს საოცრებები. ამ ჟანგიან, რელსიან ხუხულებს ხალხო გაიხედეთ, რას გავს მსოფლიო შუშებში, რკინებში და მეტალოპლასმასებშია, მეტლახებშია ჩასმული ყველაფერი. ამ ყველაფერს ერთ წამში ალღობენ, ადნობენ, ზოგს წალეკავენ, ალაგ-ალაგ. ესპანეთში გახსოვთ, ესეც ხელოვნური წყალდიდობა იყო. მაუიში გახსოვთ, ჩარშან დაწვეს იქაურობა და მხოლოდ სელებრიტების სახლები გადარჩაო და ეხლა კიმ კარდაშიანის სახლი დაიწყეს მთლიანი ჰოლივუდისა და კალიფორნიის გადაწვა. მაგრამ ამავდროულად კიმ კარდაშიანს შეთანხმდნენ და შეუთანხმდნენ, რომ ახალ ცივილიზაციაში მისი სახელი არა მეძავი, არა პორნო ვარსკვლავი, ქალის სახელი იქნებოდა, არამედ ქალღმერთად აკურთხებენ, რადგან კოლუმბიაში უკვე შაკირას დაუდგეს დიდი უზარმაზარი ქანდაკება, სადაც მუცლის ცეკვას ცეკვავს და ქალღმერთ შაკირად არის მოხსენიებული. ამ ყველაფერს აკეთებენ ჩვენი ჩამომავლებისთვის, ჩვენი შვილებისთვის, რადგან დიდი ასაკის ადამიანებს გაწყვეტენ კიდევ ერთხელ, როგორც კორონას დროს, სხვადასხვა დაავადებებით და ჩვენ შვილებს თავში ჩაუდებენ სრულ ღმერთებს. სწორედ ისეთ სრულ ღმერთებს, როგორებიც არიან ებრაული ღმერთები. ცისფერთვალება იესო ქრისტე ან ებრაელი ღვთისმშობელი მარიამი, როცა სინამდვილეში ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა საქართველოა, რას ნიშნავს ეს? დრო აღარ გვეყოფა ეს საკითხი, რომ განვიხილოთ 9 წუთი და 24 წამია, მაგრამ გამომთხოვებმა და გამომწერებმა, ვისაც კი ვინმეს გინდათ დაკვალიანება თუ რა მოახერხოთ თქვენი რესურსები, თქვენი დროით, თქვენი შემართებით, რომ გადარჩეთ, ზოგი ფიზიკურად, ზოგი სულიერად, ზოგი მენტალურად თუ გონებაში გაიჭედეთ, აუცილებლად მომმართეთ ღირებულებას იხდით შუქ ვალუტა კიაფებში, რომელიც კავკასიური ენერგეტიკული ვალუტაა და თავად შევქმენი.
ღვთისმშობლის წილხვედრობაზე და საქართველოს გამორჩეულობაზე ნაწილ 2-ს ჩაგიწერთ ძალიან მალე.